რასი ფიქრებ თუ გეტყვი, რომ იან ვან ეიკის ამ გენიალურ ნახატში სადღაც ორი პატარა ბაჭია გასრესილი და მათ საპოვნელად დიდი სცენა დროებით უნდა დავივიწყოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაინტერესებს არც ქალწული მარიამი, არც ანგელოზი, არც ეს კაცი და არც თავად იესო. მკვდარი ბაჭიები ყველაზე წვრილ დეტალებში უნდა ვეძიოთ. გასაოცრად პატარა ზომის ცხენებში, შორეულ ცეცხლში, ადამიანებში, რომლებიც ბრინჯის მარცველზე პატარა ზომითაა დახატული. ეს კლასიკური იან ვან ეიკის სტილია, დეტალებზე შეყვარებული გენიოსი. თუმცა საბოლოო ჯამში უკანა ფონზე მკვდარი ბაჭიები ვერ ვიპოვნეთ. იქნებ ისინი აქიმალებიან ულამაზეს ყვავილებს შორის, იქნებ კაჭკაჭებსა და ელეგანტურ ფარშევანგებს შორის და ამ ორ პატარა ფიგურაზე რა სიტყოდით? არა, ესენი სავარაუდოდ იან ვან ეიკი და მისი ძმა არიან. მოდით უფრო მაღლა ავიდეთ მთვარეზე და ბარელიეფებზე არსებულ გიჟურ ჩუქურთმებზე. აქ ვნახავთ ადამს და ევას სამოთხიდან გამოძევებულებს. კაინი კლავს აბელს, მთვრალი ნოე შიშველია და იატაკზე წევს. უკომენტაროთ. თუმცა მკვდარი კურდღლები ჯერ კიდევ ვერ ვიპოვნეთ. მაგრამ ახლოს ვართ. თუ ამ მარმარილოს სვეტს ბოლომდე ჩაუყვებით, აღმოაჩენთ, რომ ის მთელს თავის წონას იყენებს ამ ორი საბრალო კურდღლის გასაჭყლეტად. რატომ ეს საიდუმლოა და არავინ იცის? იქნებ ეს იმჟამინდელი ეკლესიის სიმბოლოა, რომელიც ანადგურებდა ნაყოფიერებასა და ვნებას. ან იქნებ უბრალოდ იან ვან ეიკია, რომელიც გამოცნობანას გვეთამაშება. მალავს ათასობით მიკროსკოპულ დეტალს, რათა უფრო ახლოს დავაკვირდეთ. მანამ სანამ ჩვენი მოთმინების უნარს პაწაწინა კურდღლების ხოცვა ჟლეტით დააჯილდოვებს. ეს უბრალოდ გენიალურია.